Ბატონო, მადლობა არჩილ. ახლა ჩვენი მაყურებლების ყურადღებას მე მივიპყრობ ცოტა ხნით, რადგანაც სამშაბათი დღეა და ჩვენ შევეჩვიეთ, რომ სხვადასხვა ქალბატონებზე მოგითხრობთ ხოლმე ძალიან საინტერესო ამბებს. ამ შემთხვევაში უკვე ორი ქალბატონი, რომელზეც მოგიყვებით, ძალიან ცნობილი ქალბატონია, მანამდე ისეთ ქალბატონებს გაცნობდით, რომელზეც არ ქონდა წარმოდგენა, ახლა კი ორი ცნობილი ქალბატონის უცნობი ამბებიც მოვისმინოთ. მაგალითად, სარა ჯესიკა პარკერი და დემი მური, რომელიც დღეს ძალიან ახალი თვალით გვინდა დაგანახოთ. მათ სახელებს ყველგან ხვდებით, იქნება ეს წითელი ხალიჩა, პრესტიჟული ღონისძიებები თუ პოპულარული გამოცემების გარეკანი. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ამ წარმატებებისა და მიღწევების უკან სრულიად განსხვავებული რეალობა. მანამდე სანამ მათ მსოფლიო გაიცნობდა, ამ ქალებმა ფინანსური სიდუხჭირე, რთული ბავშვობა, დაუცველობის განცდა და ის პერიოდი გაიარეს, როდესაც მხოლოდ ოცნებები და მიზნები ჰქონდათ. სარა ჯესიკა პარკერი ოჰაიოში მასწავლებლისა და ჟურნალისტის ოჯახში დაიბადა. ერთი წლის იყო, როდესაც მამა მიატოვა. ოჯახს იმდენად უჭირდა, რომ ხშირად სახლში ელექტროენერგიაც კი არ ჰქონდათ. სარა ჯესიკა პარკერის თქმით, სიბნელეში ყოფნა მისთვის წლების განმავლობაში ბუნებრივი მოცემულობა იყო, რადგან განათებულ სახლს იშვიათად ხედავდა. დღესასწაულების პერიოდში ოჯახი ხშირად უფასო საშობაო ბაზრობებზე მიდიოდა, სადაც საკვებს უსასყიდლოდ გასცემდნენ. დედა ყველანაირად ცდილობდა შვილების სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთო, თუმცა ფინანსური სირთულების გამო ყველა მცდელობა უშედეგო იყო. მინდოდა მსახიობი გამოსულიყავი და თეატრში მემუშავა. წარმოდგენა არ მქონდა ეს რანაირად უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი. აუცილებლად უნდა მეცადა. ამ სიტყვებით დაგონებულმა სარა ჯესიკა პარკერმა პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ამაში განსაკუთრებით დედა დაეხმარა. ბარბარა სტუდიებს ალაგებდა, რათა მის შვილს სიმღერისა და ბალეტის კურსზე სწავლა უფასოდ შესძლებოდა. დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ქალად აღიარებული სარა ჯესიკა პარკერი წლების განმავლობაში სკოლასა თუ რეპეტიციებზე დედისა და დედმამიშვილების ნაკონის ამოსით დადიოდა. სკოლაში უფასო სადილების რიგებში იდგა, რის გამოც თანატოლების მხრიდან დაცინვის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, უკან დახევა არასდროს უფიქრია. 11 წლის იყო, როდესაც ბროდვეის სპექტაკლში პირველი როლი მიიღო. შემდეგ იყო სხვა წარმოდგენებიც, თუმცა წარმატება არც ერთ მათგანს არ მოუტანია. ამის მიუხედავად ის დღეში 16-18 საათს შეუსვენებლად მუშაობდა, რათა უკეთესი მსახიობი გამხდარიყო. ეკრანზეც გამოჩნდა. ფილმებშიც მიიღო პატარა როლები, მაგრამ პარკერს მაინც ვერავინ ამჩნევდა. ასე იყო მანამდე, სანამ ერთ დღეს სერიალის სექსი დიდ ქალაქში რეჟისორმა დარენ სტარმა სცენარი არ გაუგზავნა და ლეგენდარული ქერი ბრეჩოუს როლი არ შესთავაზა. დარენი დარწმუნებული იყო, რომ ეს პერსონაჟი სპეციალურად პარკერისთვის იყო შექმნილი, თუმცა ასე სულაც არ ფიქრობდა თავად მსახიობი. რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყო, სარა ჯესიკა პარკერს ეს როლი იმდენად არ მოსწონდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა. თუმცა რეჟისორმა მისი დარწმუნება მაინც შეძლო და კიდევ კარგი, ასე შექმნა ლეგენდარული ქერი ბრეჩოუს გმირი, რომელმაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ერთ-ერთ ინტერვიუში სარა ჯესიკა პარკერი ასეთ სიტყვებს ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ უკიდურეს სიღარიბეში გავიზარდე, ჩემს წარსულს არ შევცვლიდი. სწორედ სირთულეებმა და გამოწვევებმა მაქცია იმ ადამიანად, რომელიც ახლა ვარ. ამიტომ მადლობა უთხარით ყველა იმ დაბრკოლებას, რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ. Forbes-ის ბოლოდროინდელი მონაცემებით სარა ჯესიკა პარკერის ქონება $200 მილიონადაა შეფასებული. პრესტიჟული გამოცემები დღეს მას მოდის, კანონმდებელსაც კი უწოდებენ. ესეც სარა ჯესიკა პარკერის ამბავი. ახლა კი დემი მურის ამბავს მივხედოთ და მის მიერ განვლილ საკმაოდ რთულ გზაზეც ვისაუბროთ. მამამ ოჯახი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე მიატოვა. დედა მოგვიანებით ახალი პარტნიორი გაიჩინა. დემი მურს 13 წლამდე ეგონა, რომ მამინაცვალი მისი ბიოლოგიური მამა იყო, თუმცა ერთ დღეს სკოლიდან დაბრუნებულმა მშობლების ქორწინების მოწმობა შემთხვევით იპოვა და ყველაფერს მიხვდა. მისი ოჯახი საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა, ამიტომ დემი მურს მეგობრების შეძენის საშუალება თითქმის არასდროს ჰქონდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდა, დედა ალკოჰოლ დამოკიდებულიც იყო და საჭეს ნასვამ მდგომარეობაში საკმაოდ ხშირად მართავდა, რის გამოც
ციხეშიც არაერთხელ მოხვდა. 16 წლისამ სკოლა მიატოვა და სახლიდან გაიქცა. აღარ უნდოდა იმ არაჯანსაღი გარემოს ნაწილი ყოფილიყო, რომელშიც იზრდებოდა. ვიცოდი, რომ თუ სხვანაირი ცხოვრება მინდოდა, სხვანაირადაც უნდა მოხსეულიყავი და პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა შემეცვალა, ამბობს დემი მური. გარკვეული დროის მანძილზე ჯერ კონსულტანტად მუშაობდა, მოგვიანებით სამოდელო სააგენტოსთან დაიწყო თანამშრომლობა და პარალელურად მეზობლის რჩევით სამსახიობო კურსებზე ჩაეწერა. თავიდან ფულს მოდელობით გამოიმუშავებდა. შემდეგ ფილმებშიც გამოჩნდა, თავიდან პატარა როლები დაიწყო და საყოველთაო აღიარება ფილმმა სახელწოდებით მოჩვენება მოუტანა. დემი მურს დღეს მსოფლიო იცნობს, მისი ქონება $200 მილიონ შეადგენს. 2019 წელს მან მემუარებიც გამოსცა, რომელიც თურმე New York Times-ის ბესტსელერიც მალევე გახდა. 2025 წელს ჟურნალმა People-ის მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელა, გამოცემამ Time-ი კი ის 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის შეიყვანა. დემი მური აქტიურად იბრძვის ქალების უფლებებისთვის, ჩართულია საქველმოქმედო საქმიანობაში, პირად სირთულეებსა და განვლგზაზე საჯაროდ საუბარს არასოდეს ერიდება. New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ასეც იწყებს ამბობს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გაუსაძლისია სიტუაცია. საკუთარ თავს დანებების უფლება არასოდეს მისცეთ. ეს ერთადერთი გზაა იმის მისაღწევად, რაც ძალიან გინდათ. აი ესეთი ორი წარმატებული ქალბატონის წარუმატებელი ბავშვობის და დასაწყისის ამბავი გაგიზიარეთ, რომელიც თავად მათ შეცვალეს და მათ მოახდინეს რეალიზება და გარდატეხა იმ თავიანთი ცხოვრების, რომლიდანაც მოდიან. ასე შეუძლია ყველა, სწორედ სამოტივაციო არის ალბათ ის სამშაბათები, რომლის დროსაც ჩვენ გიზიარებთ ქალბატონების ამბებს, რომლებიც სვლიან მათ ცხოვრებას და გარშემო შემდეგ კიდე სხვებისასაც.